ესე? კარით რაღაცა ხმაისმის. თითქოს ვიღაცა. აი, სურისი ქრიშინია. გაჯუ ვიყო. გარბის ვიღაც. ბიჭო! თუ ადამიანია, რავი, დაერხევა, მაგრამ და იგი თქვენ არ იყავით? არა? მე თქვენ მეგონით ვაფშე. სამახსოვს არის. ამდენი ყავი. ბათრი, ბიჭო, არ გესმის ხმები? აგერა. დღეს მე, ლუკა და ბადრი გადავიღებთ გადარჩენის ვიდეოს, სადაც დავბრუნდით იმ დაწყებულ დღეში, რომელშიც მე და ბადრი ვიყავით ადრე რა. 4 თვის წინ და თითქმის 2 წლის წინ. ეს არის მესამე. და ეს უბრალოდ დღეში გადარჩენა არ არის, ეს ცუდი გადარჩენაა ზოგადად. ხო, ვაპირებთ რომ სადაც დაწყებული რაღაცები ვიპოვეთ, თქვენის თქმით, მანდ დავრჩეთ და მანდ გავატაროთ 24 საათი კაროებით. ამიტომ არაფერი გამოტოვოთ, ჩავიჯექით. მანქანიდან რაღაც განმოვარდა ამ წელს, ოიცა. დღეს მანქანას ტოვებთ საბოლოოდ რა და შევაწვით ტყეში, ან მანქანაში არ დავბრუნდებით. ლუკას ეგონა სხვაზე მოდიოდით. ამიტომაც თუ ახალი ხართ არხზე გამოიწერეთ, წინ მაგარი ვიდეოები გელოდებათ და ჩვენ კი დავიწყებთ უკვე კარვის გაშლას, მოსუფთავებას და ასე შემდეგ. შეზლონგი გინდა ეხლა და წამოწვევი მზეზე. აი მოვადექით ამ ადგილს, როგორც გახსოვთ, წინაზე ეს ხე და ეს ხე, ასევე უკან იყო ხმელი ხეები სადღაც, მაგასაც შემდეგ დავათვალიერებთ, მაგრამ ჩვენ და გასაკვირად ის რაღაცა ხის ფიგურებით რაღაც გაქრა რა აღარ არის. ჩამოღვენთილი რაღაცებიც აღარ არის. ყველაფერი გამქრალია აბსოლუტურად. არა და მეორე ვიდეო რომ გადავიღეთ, 1 წელი იყო მგონი გასული, ხარიშხალი, წვიმა, თოვლი ყველაფერს გავუცლო და ახლა რა მოხდა არ ვიცი. ზაფხულში რა მოვიდო? ბოლოს ბადრი 4 თვის წინ გადავიღეთ ის ვიდეო, ხო? ზაფხულში ამ წვიმები ყოფილა, ახლა ისეთი არაფერი, მით უმეტეს თოვლში იყო, ხალხი იყო, რა ვიცი. ხო, გამქრალი არის. კიდე 2 ხე იყო იქით. ერთი თუ არ ვწდები ეს ხე არის, მეორე ის ხე. აი აქ ვასუფთავებთ ახლა ადგილს, კარავს გავშლით. მოკლედ როგორც წინაზე აღვნიშნეთ, არც აქ არის შემორჩენილი არაფერი, არც აქ არის ეს 2 ხე იყო, თავიდან რომელიც ვიპოვეთ თავდაპირველად. ჩამოღვენთილებიც არაფერი, ვაფშე საერთოდ არაფრის კვალი აღარ არის, გაქრა. ამასთან გადავწყვეტეთ რომ ცეცხლი დაგვენთო, ექსტრემალური ბიჭები ვარ. ბადრი აქ ვიპოვეთ ის ნაჭერი, ხო? ხო, წეღან მე და ბადრი ვეძებდით. ვერსად ვერ ვიპოვეთ. გადავქექით აქაურობა, სად გაქრა არ ვიცი. აქაც რაღაც ჩამოღვენთილები იყო. ეგეც აღარ არის, არანაირი კვალი და ნიშანი აღარ არის, რა მოკლედ. ასევე თუ სწორად მახსოვს, აი ეს ხე იყო, რომელზეც იყო რაღაც ნიშანი. და ერთი იყო ის ხე. რაღაცა კოპლებივით იყო იქ მახსოვს. არაფრის ნიშანი აღარ არის. საერთოდ ძალიან უცნაურია. ეს დაისონია, ბადრის ძაღლი. ბიჭები ეძახიან ამას დაწყევლილ ტყეს. Короче, გავშალეთ კარვები. დაისონი, ბადრი. და ეს ქიმეროს უკვე ძინავს. ავე არა. მე YouTube-ით ფული არის შოვებო. ლაგჟარი ცხოვრება. დავიღალ. ძალიან პატარა სივრცეა, მაგრამ გავუცლებთ რა. იქ ვაპირებთ ზემოთ ცეცხლის დანთებას. მაინც არავთან არა გაიდია. ავალთ ცეცხლთან მე ჩამოვთ დავიძინებთ რა. ჩემი საძირეთ ომარა სუ ახალი ნათრეული მქონდა და მე და ზურა ლაშქობაზე ვიყავით მაგაყინოში და სიგარეტი გადააგდო და შიგნით ჩამოვიდოდი. აღარ მკურებ დაერხა უკამატრონა აგინო. დედაზე გადავა. დედა ტურაზე. მოკლედ ახლა უნდა გავთვალო შამფურები. ეს გონი დანიჭებია, ხო? ხო, ძამოკლები. ხელი ავიჭერი. მოგშვი და მგლებივით ერთ სული გვაქვს როდი შევჭამთ. იქით ბადრი იღრინება. წეღან მიყურებდა და რავია რა მოეჩვენა, საჭმელად მოეჩვენია. სულად ვარ ქალაქელი ბიჭო მომშივდა. ამდენი ხანი კი არ შიმშილობ მე. ჩვენ ვაკესიკით არ მიდივარ. თუ მოგწონთ ესეთი ვიდეოები, შეგიძლიათ დალაიქოთ მეგობრებო. აქტიურობის შესაბამისად კიდე წამოვოთ ხოლმე ტყეში, უფრო მაგარ ექსტრემალურ სიტუაციებში, უფრო მაგარი ადგილებიდან შემოგთავაზებთ რა. მეგობრებო, ყველამ საქმეები გადავინაწილეთ და მე პირადად ახლა ფილეები უნდა შევკაზმო, შევწვათ მე. მოგიდეთ თქვენ ოჯახს, ძმაკაცებს, მეგობრებს, ნათესავებს ხელი წადით ბუნებაში. იმწოდავეთ, ძალიან კაია განტვირთვით. ნაგავი არ დატოვონ. მე დარწმუნებული ვარ თქვენი გამომწერები არ არიან ღურები, ხო? ჩვენ კაი ხალხი გვიყურებს. ora კაი სუნი გაუშვა. წადის. ეს ტუალეტი ხო არ იყო შემთხვევით, ჰე? აი მართლიდან დაისავე წერა. აი ნახე რა მოხდა ტუალეტებითა. ეს დაიშლება ძმაო, თანამექნები და. გაიყო, გაიქცა.
ხული კი არ რაღაცა იქნებოდა. არა, ისე მიგბოდა. გორგა. არა, ისე მიგბოდა. შევსწრება დავა ჩხიკინოსთან. ეგრო ჩამოწიო. აუ. დაიქევიდა და გამოიწერე არხი. ისეთ მეგობრებო, მე ლუკა და ქიმერო ვიყავთ იმ ვიდეოში, ესეთი გძელი რაღაცები ესე ვიჯექი და მაშინ იყო ზუსტად ხმა რა. მაგიო წამოვიღეთ ეს ტიპური. აბა, გაგიმარჯვეთ. ჩვენ არ აყიდვებთ. ქიმე რას ფიქრობ? ას ფიქრობ და დაღამებას ველოდები გიჟივით. აი ამაზე რას ფიქრობ, რომ არ დახვდა ესენი რა? აი უცნაური იცი რა არის? ერთი წელი იყო გასული, წინაზე რომ მოვაკითხეთ. დამთარი შემოდგომა, ზაფხული, გაზაფხული, ყველაფერი. ქეში, თოვლი, ყველაფერი გადაიარა და ზაფხულში რა მოვიდა. ზუსტად ისე დახვდა მაშინ როგორც იყო და ახლა მოვედი და არაფერი არ არის. ანუ მაშინ გახსოვს ხალხი წერდა ხოლმე რომ ვინც გააკეთა შეიძლება იმანაც ნახოსო რა. თქვენი ვიდეო და ფრთხილად იყავით და შეიძლება მართლა ვიღაცამ ნახა და მოხსნა. იმიტომ რომ არც ერთგან აღარ დაგვხვდა. კინოზე ერთი ჩამოვარდნილი იყო, ხო? ეს ორი ან ძირსაც რო არ გდია, ეგ არის უცნაური, ესე იგი მოხსნილი არის. ხო, პლუს რაღაცები დამატებული იყო. ეხლა ვაფშე აღარ არის. კი, ანის ჩამოღონთილებისაც წავიდა. არ ვიცი, რა, აშკარად რაღაც უცნაური ხდება აქ. თავარია, ამაღამ არ დაგვადგეს. მეგობრებო, კიდევ დავანთეთ ცეცხლი, ახლა ბიჭებს კოფე მოგვინდა, ყავა. ხამდება ეხლა ენერგიაზე მოვიდეთ დაღამებამდე. რაღაც შეშას წავაგროვებთ ხამისთვის, რომ ცეცხლი გვენთოს. აი, ვინმე სტუმრა, მეგარი კაცი, ანკალი. ველოდებით აქ წყლის ადუღებას, მე ხეზე რატო არ ამკითხოთ? კაპუჩინო ბალერინა. დაგევასა ტაისონი? კი. 20 აკლია შვიც. დაჟე გახდება. ძალიან 7 თხია ბიჭო, ნახე ფოთოლიც არ შრიალებს. და კოხოვები მომრავლდი. მე არაფერიც უკმენია ჩემზე. რაღაც ხმა დააკვირდით. იმედია ისმის ვიდეოში. მე რა სიტყვია AI-ზე? კი მე რა ani AI ვარ ჩაწერ. უეჭველი ვიღაცამ გაუგზავნა. დაგიდებო. იქით რაღაცა ეს გავიჭი. ესეთ ყოლა არ გაიხედება. ხამე გვეყოლებიან სტუმრები. პირად კი, მეც მაგას ფიქრობ. მასოც მაგარი აქვს ოღონდ ტაისონს და ია მაგარი. მეგობრებო, რაღა დაობაა, მე და ქიმერა რამდენიმე თვის წინ ზუსტად ამ ხებთან მოვიდით ღამე. უსაუბრობები ვიპოვეთ, რაც თქვენ კომენტარებში დაწერეთ, რომ რაღაც ცუდია ჯადოქრული. ისე ძალიან ბევრმა დაწერა ქიმერო, მეც მინახავს ტყეშიო. მე ქართულისგან არ მინახავს ეგეთი რომ ან ინტერნეტში. ინტერნეტში არ მინახავს არც მე. არც ჩემი თვალით მინახავს მანამდე სხვაგან, მაგრამ კომენტარებში ბევრი წერდა. მე ინსტაგრამშიც მომწერა რამდენიმე დიდმა რა. დიდმა ტიპმა, აი ჩვენზე დიდემაც, რომ ტყეში მინახავს რამდენჯერ მეგეთი რაღაცა. ეხლა ამდენი თვის მერე მოვედით აქ კაროებით ვაკ დავიძინეთ. ჩამოღამდა მეგობრებო, აგერ ცეცხლი ალაგიზგიზა ჩვენმა ლუკამ და იმდენი კოღოები არის სამგლიჯეს, რასაც ქვია. აი აქ იკვინა მე სამომიკარა. ბადრი ბედნიერი კაცი არის, ერთ კოღოს არ უკმენია და მე ყველაფერი მეფხანება. ბიჭო, რამდენი ყვავია კი, გესმით? გარიან ბიჭო. ზემოთ აფრინა. ამას არ გქონდა, სხვა თითქოს ციგამოდისო. მოდით აისო, მოდი. ინაზეც ბევრი ყვავი იყო საერთაშორისო. ყვავი კონცუდის ნიშანია. უადრესად იყვნენ, ერთი მომენტი მახსოვს გადავიდე ყვავები. თუ გახსოვთ, მე და ბადრი რომ გადავიდეთ მაგ ვიდეოშიც ყვავები აქტიურად დაფრინავდნენ. რა ყვავები ეგრე რომ დაფრინავენ, შეიძლება მართლა რაღაცას ეძებდნენ. უფრო სტაურია, წრეზე დადიან რა, რამდენი ხანია. უფრო ბევრი რო იყვნენ, შეიძლება ლეშზე იყვნენ, მაგრამ ორნი არიან. ტყისკენ შევიდა. ხო, სხვათა შორის ამ ხესთან დავანთეთ ცეცხლი, სადაც ვიპოვეთ რაღაცა ტილო, რომელზეც რაღაცა იეროგლიფები ეწერა რა. იქ ქვევით გვაქვს კარავი რა, იმ ორ ხესთან. ბადრი ვაპირებთ შესვლას მერე, თუ აქ ვაპირებთ დარჩენას. რავი, ტყეში კიდე სანამ. კიდე რო შევოთვარიე რა. ხო. ეგ ვარიანტი შეიძლება გავაკეთო. ქიმერ, ტაისონი იმ ხეს ძალიან ცუდად ფუნავს. როგორ შამპანიური ვიცის. დასუნე ერთი ხო. ეს კარგად
კარგად დავაი ჩამაასხი. ცოტა ხოძე მოვიდეთ მეგობრებო. მე დავუკვირდით ბადრი არსვავს. ჩვენს ასეთ მოგზაურობებს გაუმარჯოს რა. გაუმარჯოს. მე მეორეც ვარ და რავი, როგიერთებით სამიხარი. სულ ესეთ აი ამბებში, ნუ ახლა ისეთ სახარბიელო ადგილას არ ვართ, მაგრამ სამაგიეროდ ერთად ვართ რა. მოგონებდია მთავარი. კი ბატონო. ბადრი გაგვიმარჯოს მო. გაგვიმარჯოს. აბა ვნახოთ ეს შემოვიდა. დავაი. ახელის რა მეტყობა ეხლა მე რომელიც მეუს გავარ. აბგარი მწარი არის ხო? და დარწმუნებული იყავ რომ ძალიან ძლიერიც არაფერი გვაქვს მისაყოლებელი. ჩვენი მაინც წამოგეო ბიჭო მაგარია. ისეთი არ აყიო ხალხო. იმენა გაგთიშო მე და უკა. ფიქრა სიყურება აი, ნახე. უკა ტაისონს მიუშვირე. ზემო. ტაისონ რა იყო? ზემოთ იყურებოდა მეგობრებო რაღაც ისე რა. ზემოთ რავი. საიდან ეს ბიჭო ხო? ფოტის ხმა იყო თითქოს. ხმელი ხე მოხერდე ბიჭო ვინ არის? ხმელი ხეებია და შეიძლება მაგის ის იყო გატეხვის ხმა. ტაისონ შენ რაღაც მიხეთქა უგულს რამხელა რაღაც მოიტან. ხმელი ხეა და იმის შეიძლება უბრალოდ მოწყდა რა. შევამოწ. მიდი აბა. ვიღებ ეს სამ. აი ხა დააკვირდი. ზემოთ ესეთი. ზემოთ რავი. ხატატის გატეხვის ხმას კა. ფოტის ხმა იყო თითქოს. რავი, კადრებს გადავხედეთ და აშკარად ტოტის გატეხვის ხმა, მაგრამ მე ვარაუდობ, რომ შეიძლება ისეთი თემაა, როგორ ტოტი მოწყდა ხმელი. ხო რავი, აქამდე გაგუვია, მაგრამ მე არ დამილევია ამორმა დალია და შეიძლება ეჩვენებათ, მაგრამ მეც. ალბათ ზორი ხე მოწყდა, არ ვიცი. ვარაუდობ ტაისონი რომ მანამდე ესე იყურებოდა, ზემოთ ცოტა მიმანდა მაიჭვა. ლუკა, ეხა ისეთ ადგილზე ვართ, არ უნდა გაგაკვიროს რამე. დღეს რა თემა გქონდეს ალაპარაკო? ზევილაპარაკო. ტაისონთან იყავით ყურადღებით, ის ცოტა უცნაურად იქნება ესე იგი რამე ახლოს მოვიდა, მე მივალ იარაღს ამოვიღებ და ეგა. ჭირჭი ჩავდე მეგობრებო, რამდენიმე ტყვია, იარაღზე არ დამიყენებია, თუ რამე იქნება, გადმოვიღებ, გავისვრე. იმედი არ დაგჭირდება. მაგრამ ღამე ძილის წინ მაინც გავისვრე, მაგრამ თავარი სხვანაირად არ დაგჭირდეს. დღეს მოდი ვილაპარაკოთ სკინვოლკერებზე. საქართველოში არ გამიგია მსგავსიაფერი, მაგრამ აი ამერიკულ ვიდეოებში ხშირია ძალიან. სკინვოლკერი თქვენი განმარტებით რა არის? ბეჭო, ეგ როგორც ვიცი? გამხდარი ტიტველი კაცი, რომელიც აი რეიკის თემაში. არა. სკინვოლკერ, ანუ სხვა სხეულს იღებს. ან ბოროტი ძალაა რაღაც დემონივით რაღაც და ადამიანი ცხოველი. ვიდეოებიც არსებობს, აი რაღაც ღრიალს რო გაიგებენ, ან ტირილს რო გაიგებენ და ტირილი ხო. დაჟე შეიძლება მგონი თვითონ ადამიანის ხმაც საკოპიოს. აისონ, შორს არ წახვიდე. ან რომ იგიტყურს რა მისკენ. საქართველოში თუ გაგიგიათ მეგობრებო, რაიმე მსგავსი დაწერეთ კომენტარებში და ყველა ქვეყანაში სხვადასხვა რაღაც სახელს ეძახიან ხოლმე რა. ბოროტ არსებას. ხო, რეიკი იყო ერთ-ერთი ცნობილი ალბათ რა, მეტი კომისელი რეიკი. ეგ ალბათ ვიღაც ტიპი მაგას ეღადავებოდა. რეიკი საქართველოში კი არა, ამერიკაში, რუსეთში, ძალიან ბევრ ქვეყანაშია მაგას სერიოზული ამბები. აი ტყეში არის ვიდეოები, აი ემახსოვს ეს ცეცხლისაა. ერთ კაცედო დაანსაშინ რაღაც შემზარავ ღრიალს გაიგებს რა. რა იქცევა მე იმიტომ რომ იქ თქვა რომ ვიდეოში რომ სკინვოლკერი იქნებოდა. მე ერთი ვიდეო მაქვს ნანახი, კაროჩე. და იყო ისე გამოჭრილი, თითქოს იწეოდა მაღლა რა, კარისავით. ხო, გონი ვიცი. ხო და ვიღაცა ტიპი იღებდა მაგ პროცესს რა. მე დაიმუქდნენ თუ რაღაც აღარ მაქვს დეტალები, მაგრამ მე შეეშვა. ერთი იცი რა ვიცი? აი BBS Strange სანამ გავაოქმედი, მან უნდა დამედო რა და არ დამიდია გავაოქმე. ერთმა ბიჭმა გადაიღო TikTok-ზე დადო ვიდეო. ქალაქიდან იღებს თის თავზე. ხედავს ძალიან დიდ არსებას. აი გიგანტი ადამიანივით ორ ფეხზე დადის, ძალიან დიდი. აი თის თავზე ხა ადამიანი რო დაინახო გამოჩნდება წერტილი. იმა ვიდეო რო გადაიღო არის უზარმაზარი. დადო ეგ ვიდეო TikTok-ზე, ეგრევე გაუვარდა რა. უბრალოდ აკაუნტი შექმნა დადო, თორემ მანამდე ვიდეოებს არ დებდა, TikTok-ერ და რაღაც არ ყოფილა. მაგ ვიდეოს დადების მერე დაიწყო ვიდეოების დადება, რომ გარეთ ვიღაცები მითვალთვალებინო. მანქანით მომაგინო. და მისმინეთ, ყველაზე ცუდი. მაგის მერე ეგ ტიპი გაქრა. რამდენიმე ვიდეო დადო, სადაც თქვა მითვალთვალებინო, სახელი დამავიწყა მეგობრებო. სამხრეთ ამერიკიდან იყო თუ არ ვხვდები რა. მაგის მერე ეგ ტიპი გაქრა, საერთოდ TikTok-იდანაც გაქრა და ცხოვრებიდანაც გაქრა. უბრალოდ დაიკარგა, მისი ოჯახი არაფერს არ ამბობს მაგაზე. უბრალოდ ეგ ტიპი
აღარ არსებობს. შეიძლება რაღაც ისეთი გადაიღო და დადო, რაც არ აწყობდათ რისი გავრცელებაც და გააკეთეთ. არის 51. ხალხსახად შიგნით რაღაც ისეთები ხდება, რაც ადამიანებმა არ უნდა ნახონ რა. ხო, რაღაცა ისეთი რო იცოდე და გადაიღო და დადო, გაგაქრობენ და ეგ იქნება რა. შენ ამბავსაც ხალხი დაივიწყებს დროთა განმავლობაში და შენს გაქრებით ყუვილა. თავრობებმა ისეთი რაღაცეები იციან, რაც ეს ჩაოლებმა მოფენებმა არ იციან რა. საქართველოს თავრობას არ გულისხმობთ, უფრო სერიოზულ თავრობებს გულისხმობთ რა. აი ამერიკა და წამყვანი ქვეყნები, ვინც სოფლიოს მართავენ ასე თუ ისე. ანუ თელი სოფლიოს ეს პოლიტიკა, მაგათი ვითომ შეხვედრები და მოლაპარაკებები და მშვიდობა რაღაცეები, ეგ ყველაფერი არის დადგმული რა. ამას აჯერებენ ხალხს, ხო? ვითომ მაგათი ზავები და ისინი. იმას ეჭვი მეპარება უკვე რომ თვარეზე ზოგადად ფეხი დადგმული. მაგაზებიც მეპარება. აი ვინების თვარეზე იყვნენ, ბევრი ვიდეო არსებობს, ვიღაც ტიპი მიდის, ბიბლია მიუტანა, ამას ხელი დაადეთ და დაიფიცეთო, რომ იყავითო და არ იფიცებიან. და ფულსაც მოგცემოდა რაღაცა. ხო, 10000 მოგცემო. და არაფერს ეუბნებიან მაგაზე. თან წასვლამდე უბედნიერესები, ანუ ვიდეოები არსებობს, ძალიან ბედნიერები რო არიან, ოვაციებში და რაღაც რო ხარიათ და იქიდან ჩამოსვლის მერე რაღაც ესეთები რო გახდნენ რა. აი, ისეთ ფილმებს აკეთებდნენ 90-იანებში სიტყვაზე, რომ ჩაოლებრო. აი, ჩვენ მეგობრებო, 2025 წელია რა. ჩვენ ახლა რაც მივიღეთ წელს, ახალი ტექნიკა, ახალი შესაძლებლობები, ეგენი დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად ადრე იქონდათ მაგათ უკვე რა. და უბრალოდ ხალხზე მერე ცდიან და ავრცელებენ თორე. თორე მე ახლა ფრინავი მანქანებიც გამოგონილია ჩემი. ყველაფერია. აი იქიდან მომივიდა ხმა. ძალიან შორსაა. დაიკიდე დავიძინოთ და ეგ არის. დაიცოც რაღაც ხმარ. მეგობრებო, დავაყენეთ კამერა, როგორც ხედავთ, power bank-ზეა შეერთებული და მთელი ღამე გვიყურებს. აი აქ არის ჩვენი კარვები. ახლა შევალთ, დავიძინებთ. თუ რამე მოხდება, კამერის იმედად ვართ, რომ გადაიღებს რა. მე და ლუკა აქვიძინებთ, ბადრი და ტაისონი აქ იძინებენ. ტაისონ, შევიდე. და თუ რამე სიახლე იყო, გაგაგებინებთ და კი გამოჩნდება ამ კამერაში. აგერ შუქი დავაყენეთ. რამე საძილე ტომრებიც გვაქვს წამოღებული, თუ შეგცვიდა არაკომფორტულად თუ გიზენით თავი და ორ დავიძინეთ, მაგასაც გავშლით რა. პროსტა რაღაცნაირი წებოვანი არის, მე არ მომწონს. ამიტომ ახლა წაუძინებთ და ბადრი ხომებშია. აბა ტკბილი ძილი მზეთ ვნახო. გაიხარა ასე. მეგობრებო, დავწექი, დავიძინებთ. არ მგონია ამით ტურებიან რამე მოვიდნენ, იმიტომ რომ გავისროლე მე რა მანამდე. უბრალოდ მეგობრებო, სროლის თემებს ხშირად YouTube-ზე არ ვაჩენ, იმიტომ რომ YouTube-ზე არის ეგეთი წესები. იარაღი თუ ჩანს, ნაკლებად უშვებს მონეტიზირებულ პლატფორმებზე ზოგადად. არ უყვარს ზოგადად YouTube-ს ეს პათქაბოტკი და რაღაცები. თორე გავისროლე ძილის წინ 1-2 ტყვია. აჰა. აბა ტყვილი ძილი ბიჭებო. ბატრი. ბიჭო, არ გესმის ხმები? რა? ვიღაც დადის გონი. რამე ხო არა. არა, ბიჭო, სიარულის ხმა. გაჩერდა.
მეგობრებო. ტაისონის ისე არის წამომდგარი, ასე არა. კიმე გამოსულები ხარ? ბიჭო, ტაისონ დამაცადე. მეგობრებო, კიმე რომ გამოგვიძე 1-15 წამის წინ უცებ მოვიცვი ფეხს. ოი. სადა ხართ? რაღაც ხმა არისო და. ვერა. მეძინა ეს წამოდგა რაღაც და მაფხიზლებ და სავიდა. გამოაკეთ აისონ, რა გინდა იქით? თუ რამეა გავისრუბოთ, ლუკა შენ დაიჭირა ჩემი კამერა. ორი გამისწორი ეს გამოვიძე. ვიღაც ტიპი დადიოდა ბიჭო, გოიჭვერია. ცხოველი არ ამგონია ყოფილი. რატო? ჩერდებოდა მე მოდი განახებ. უსმენ. ჩო? კი ისმის. გარეთ რაღაცა ხმა ისმის. ტაისონ გაჩერდი. მიდი ლუკა გამო. აშკარად ხმა იყო. შეიძლება თუ ცხოველი არის, ეგრევე მოიზადები რომ ბათქან გავადენინა. ტაისონ ისი ქრიშინია. გაჯვი ხდო. გაჩუმდა ერთ წამი. ვაფშე ახარაფერი. საიდანაა ხმა ისმის. ბიჭო, ცხოველი ვერ იქნება, შანსი არა, მე გადავები შენ. აგე რა. ოხ. აგე რა. გარბის ვიღაც. შუ! ბიჭო! ვაფშე ახარაფერი აღარ მესმის ყურებში. მე ხარ მესმის თუ მესმის. ორი ტყვია მე და მარტო დარჩენილი რაც იყო. ნუ კიდე მაქვს ის ტყვები, ჩავდო 200 მიჩევთ. ჩადე ბიჭო, ჯობია რა სიძახია. რაღა დამაცინდებს აქ. მე გადავები ბიჭო. აბა კიმერა ჩართავს. ერთ წამი. ხმა კარგად იქნება? გესმის? არაფერი არ მისმის საერთოდ, უბრალოდ მიმართულებები მითხარით, კაიგე? გაჯვი ხდეო. ლუკამ კარგა ვაკი. ლუკა თუ გამოგივარ და ვიღაც და დავადე ეგრე. არი იყო ნაბიჯები. გაჩუმდა ერთ წამი. საიდანაა ხმა ისმის. ცხოველი ვერ იქნება, შანსი არა, მე გადავები შენ. აგე რა. გარბის ვიღაც. უეჭველი გარბენა. ოდესღაც რეებიც ვიპოვეთ. მაგის გამკეთებელი იყოს. ყოველ შემთხვევაში იარაღის გასროლაზე ხდება რომ იარაღი აქვს და არ გონია. რა? რაღაც ხმა იყო? გაიგე? აი აქედან იყო. ეგ ვაფშე დამავიწყდა სადაც ვართ. სადღაც ამ ნაწილიდან მოდიოდა ხმა. არ ვიცი მე ემოციებში ვართ. აღარც ძილი მინდა. არც ვიძინებთ. ისიც აღარ ვიცი. მოსულიყო. გავისროდით და ეგ იქნებოდა. რა იცი რა ხდება 1000 ვიზიტი. აისონ. ანუ იცი ასვამო, შენც ხა მართალი იყო. მე თავიდან მე თქვი, აზვიადებს თქო რა. ხო. მაგრამ ანუ მაგის სიარულის ქცევა არ გავდა ცხოველისას. ცხოველის თემაა, რო გაისროლა და ერთ გასროლაზევე გაიქცევა და ეგ იქნება რა. ეს რაღაც მომენტი ვაფშე გაჩუმდა. მოდი. სულ გაჩერდა რა. რო გაისროლა მე მოხია ეგრევე. ანუ თან ამ ტყეში ხა ამ ტყეს კარგად ვიცნობ და ზამთარში თუ იქნება მაქსიმუმ გელი რა. თორე ზაფხულში ტურის გარდა არაფერი არა ისეთი და ტურები თუ რამე ბევრი მხრიდან გავიგებდი თანხმებს, სირბილს. პატარა სირბილი იქნებოდა და მაგას თუ თავი დავანებოთ ერთ გასროლაზევე დატყდებოდნენ. თან ყმურიც იქნებოდა და არაფერი ყოფილა. დაწოლის წინაც რო გავისროლეთ. ჩემი აზრით რო გაისროლე. იმის მე რავი, რამდენი ხანი გავიდა, ვიღაცა ამოვიდა სანახავად, ანუ არ ვიცი. ფიქრობ რომ ვიღაც მოვიდა სანახავად? ხო, ანუ რო გაისროლე, ხო გავიდა ერთი რამოდენიმე საათი რა. ვიწექით უკვე და შუქიც აქ დატოვებული ქონა კამერასთან. რავი, ალბათ შუქით მოვაგნო. აზრი არ ვარ. შუქით რა თუ იცი ზუსტად ეს ადგილი თუ ექტიპი ვიღაცა ხალი კაცი დაბოდიალობს. მარა ხმით რომ იმშელოთ ერთი ადამიანი იყო რა. აისო, მოდი ჩემი ბიჭო. აზრით არ ვიცი. მოდი ჩემთან, მოდი. რაღაც ის შინია მაგრამ. ეხით კიდე ტაისონი აღარ მოდის აქეთ. ტაისონ რა გსჭირს? ბიჭო, ამას ტურები საერთოდ არ ეშინია, თოფის არ ეშინია. გეგისი არას რო ისროდი. M4-ს Z ქონდა აწევებული. ისე მოსწონდა. ადამიანების არ ეშინია, უღრენს ხოლმე პირიქით. მოდი ჩემთან, მოდი. მოდი თუ გინდა კარავ შემოს, მოდი.
ტაისონი თავიდანვე იმალებოდა. ხო, კარავში იყო ბიჭო. მოიცა. შედი. აი თოფის არ ეშინე, ხა თოფის რო ეშინოდეს, სუნი დარჩენილია და არ შევიდოდა. იყავი მან ტაისონი. არ ვიცი, გიში გაცმა. მაგარი უცნაურია ე. მინა იგივეს მანევრებინოთ ბიჭო, რა არის. ეს კაცი იმენა ორჯერ წამოვიყვანეთ და ორივეჯერ უდადი ავხო. ანუ ერთი უცნაური ის იყო, რომ ხეებზე არაფერი დახვდა საერთოდ, მაგრამ ამაზე უცნაური სერიოზულად ისეთი არაფერი მქონია ცხოვრებაში რა. სანამ მე ყურის დამცავებს გავიკეთებდი იარაღის თემაში, მანამდე მე მართლა მესმოდა მეგობრებო, ოდნავადაც არ ვაზვიადებ ნაბიჯის ხმა, აი აქედან. ფოთლებში რომ რაღაც დადის. აი როგორ აქ ფოთლები არ არის ჩვენთან. აი ფოთლებში რო იარო და ხანდახან ტოც დააბიჯო ფეხი. რაღაც ეგეთი და სამდენი წელია ტყეებში დავდივარ და ცხოველი არ შვება ეგრე. სიარულზე არ ვიძახი, იმაზე ვიძახი გასროლაზე რა. თან იარაღიც რის გამოვიყიდე, რომ ძილის წინ გავისროლო ხამე, თავი რო დავიზღო, ცხოველი რო არ მოვიდეს და არც ხორცი გვაქვს გარე დატოვებული, არაფერი არ გვაქვს საერთოდ გარე დატოვებული, რომ იმის გამო რომ რაღაცა მოვიდეს, რაღაცამ გარის რკოს გასროლის და დენთისუნის მიუხედავად და ცხოველი არ იქნებოდა ეგ ასიანი ვიცი რა. აუ მადლობა ღმერთს, მართლა წამოღებული ქონდა და ვინმე რო ყოფილიყო, არც ვიცით რის გამო. არა, მაგრა დავიძაბე, გული რომ მიცემ და იქ ყურებში გძნობდი იმას ხმას. ამიტომ რა ვიცი. დაჟე რო გაისროლე, პირველად რო გაისროლე. ხო. გაჩუმდა რა უცებ. კი. და მე დაიწყო ისევ ეგ ნაბიჯები. უკვე არ გამიგია და ვიდეოში ვევნახა. ხო, ალბათ ნელ-ნელა უკან დახევა დაიწყო რა. შორიდანვე და. ხო, ანუ მეგობრებო, თავინა ხელით რაც მანიშნეს, უკვე რაც აღარ მესმოდა მე, აქეთ არის ხმაო რა. მე რო გავისროლე, გაჩერდა. მე რო ლუკან და კიმერა მითხეს რომ აქეთ ზემოთო. არ ვიცი, ლუკას კამერის კადრებსაც ჩავსვარ ჩემი ვიდეოში. გაიგე? პატარა ხმა იყო რაღაც. არაფერი ისეთი. მეორედ რო გაისროლე, უკვე სირბილი დაიწყო თვითონ რა. ხო, აღარ უცნაური. ცხოველი არ ვიცი. არ გინდათ შევამოწმოთ ცოტა ახლო ტერიტორია მაინც? ნუ ჩემი აზრით რავი, თოფი წამოიღე. ხო, ჩავდებ ტყუებს ისე. კი, თოფის გარეშე მე იქ შანსია რა არ შემოვალ. ჩავდებ ტყუებს და ეგ არის. თუ რამეა მაინც ჯობია პერიმეტრი დავუსვეროთ რა. სამი კაცი ვართ ახლა და რაც არ უნდა იყოს ჯობია მაინც რომ თუ ჩელენჯი იყოს და მოვედით რომ 24 საათი აქ გავძლოთ და აი ხა წასვლას ნაღდად არ ვაპირებთ მეგობრებო. მე აი უკვე უიარაღოდ რო ვიყოთ და რამე შეიძლება გვეფიქრა წასვლაზე, იმიტომ რომ არ არის კარგი სიტუაცია რა. ტყეში ხარ და ვიღაც ტიპის ნაბიჯები გესმის. აშკარა ადამიანის ნაბიჯები. ეხლა მე რაც გავიგე, ჩემი გაგონები თავიდან კარვიდან ცოტა მესმოდა, მე ყურებში გავიკეთე ისინი საერთოდ არ მესმოდა და შეიძლება მე ვერ მიხვდე, მაგრამ კადრები რაც მანახა ქიმერამ და ლუკას გადაღებული ჩემი კამერით რეებიც ვნახე, მართლა არის ძიმე ნაბიჯების ხმა. აშკარად შეეშინდა რა. ახლა წავალთ, შევამოწმებთ ცოტა რომ შვიდად ვიყოთ რა. იმედია დღეს ძილ შევძლებთ. მოგრეთ მეგობრებო, მე წავალ წინ, რადგან იარაღი მაქვს. ჭიდი გავავსე მაინც, რა ვიცი მე რა ვიცი რა ხდება. თუნდაც ცხოველი იყოს. ტაისონ, ბიჭო, ისევ იქით მიდის, რა მოდის აქ? ტაისონ, მოდი ტაისონ. ტაისონ. ეს ზაღლი უფრო მაშინებს ხოლმე გეფიცებ. ბიჭო, არა და ხო იცი როგორია, აი ყველაფერზე იწევს რა. ზაღლი რო დიდი ზაღლზე, ვინმე ადამიანი ვარ მოეწონება. ტაისონ. მოდი, ეს წამს დამიჭირე, მაინც ცელზე აყენია არ გაისვრის. ლუკა, შენ იარაღზე არ გენდობს. მოდი, ტაისონს კარავში დავტო აფიციალტო. აშკარად რაღაცის ეშინია, მაგრამ შეიძლება რაღაც ცუცქს გქონდეს, მე რა ვიცი. მეგობრებო, თქვენც იცით ახლა ვიდეოდან არ გეგონოთ რამე ისე ძალიან შიშარა ზაღლიან რაღაც. ნაგაზებზე იწევს, უბანში ყველა იცნობს რომ აგრესიულია რა. სახლში არავის უშვებს, ვინც არ მოსწონს. ტყეში რო დავდივართ ხოლმე რაღაც ცხოველს რო იგზნობს სიახლოვეს, უიქაჩება, იწევს, ყებს ხოლმე და ასეთ შეშინებული მე არ მინახავს. მოდი, შედი შენ კარავში. თოფისიც არ ეშინია, მიეჩვია. თითქოს ბილიკივით არის. ახლოს გამომწე. ხო. ერთი კაცი შეიძლება ფანდით რო წინ წავიდეს? კიმერ, შენ რო წავიდე წინ? მე შუაში. ო, ძალიან წინ არა, იმიტომ რომ იარაღის თემაში რა. ან გვერდზე რომ მეკე. მოგია იარაღის მაინც წინ მეკე, საფრთხეების თემაში. შენზე კი მიყენა, მაგრამ მაინც. დაბილიკებულია რა, ხე. ვიღაცას დაჟე ხშირად დადის ვიღაც. თავიდან რო ხმა გავიგე, ძალიან ახლოს იყო. ხო ისა რომ ხმას იძახი? სუ პირველი ხმა? ხო. ან შეიძლება სიჩუმეში ეგრე მომეჩვენა, არ ვიცი. იმ ხეს მიანათეს რა. ახალულია. ერთ წამ ველი დახაზულია და. ჩანს ლუკა მან? კი.
ძველი დახაზული. ეს ნახე. რა? აუბობა? ეს არის ციკადას ყავი, სარიელია. ეხა მის მე ძალიან რო არ გავისყოთ და ძალიან შორს რო არ წავიდეთ. მე რა ვიცი ადმე ვდივართ რა. დააგვირნეო ბილიკია, მაგრამ ბილიქს რო გავუყვეთ ცოტათი. შევხედოთ თუ არაფერია, გარშემო ხევსაც დააკვირდით, ისე ნიშანია იქ ბევრი ჯოხია ბიჭო. რა? აი წინ სადაც ვანათა ბევრი ჯოხია. მოკლედ ყველაფერს ხევსაც დააკვირდით. წადი თუ გინდა წინ მოკა. აიცა. თუ არაფერი არის, ეგრე გავუნოთ უკან კაბინეტში კარებთან ვიყავ. აგი იქ ხედავ რამდენი? ანუ ჩოლებრივი ჯოხები თუ რას იძახი? აი რავი ტოტებია რაღაც თითქოს ერთმანეთზე მიყრილია. რაღაც ხმა გავიგე, მოსავიყო ან მეჩვენება უკვე. ერთი წამი. მე არ მის კიბერ. ნიავიც არ იძვრის ბიჭო, ან ტოტების ხმა არის, მაგრამ ნიავი არ იძვრის. ეს ნა. აი იქიდან მოდის ხმა, გეუბნები. აი, მაღლა. აქიდან? ოი! თუ ადამიანია, რავი, დაერხევა, მაგრამ და ეგ იქნება. ან ვიღაც არა, ეგეთი არც დაგვენახება, ისე. მაგარს ხადაობს. ბიჭო, ეგეთ რაღაცებს თუ ვიღაცა ჩალიჩობს მართლა. ეგ არის რაღაც სატანისტური ისინი და ეგეთი ადამიანი არც გამოჩდება ეს. კაი ბიჭო, ამ დროს. მოდი ლუკა წამოდა ვიკიდე. ბოლოსაც რაღაც ხმა იყო ბიჭო. ეს იქა საქონლის ნაურ ბილიქს და რაღაცას არ გავიცი, თითქოს ცებურ ბილიკია. აი ტიპები რა დადიან ხოლმე გქონდა. ეს წვრილი ბილიკები როა. ხო. სადაც ადამიანი გაივლის ყველგან ეთყობა რა. კი. გაიარა. თან ისეთი ადამიანის ნამოქმედარი არ იქნება ეს, რომ ტყე არ იცოდეს რა. წესიერი ადამიანი ხო მოვიდოდა, მოგვესალმებოდა სიტყვაზე რა. ჯერთი 5-ის რაღაცა წუთები არის. ამ დროს ვინ დადის ტყეში? ესე უბრალოდ. თუ დადიხარ მონადირე, ისიც მანამდეც გავიგებდით გასროლის ხმებს. ეხლა დღეს რაც აქ ვართ, გასროლის ხმა ერთიც არ გაგვიგია. ამ ტყეში რა გასროლაც გაისმა, ეგ იყო ჩემი გასროლა. და ეგ ჯოხები და რაღაცები რო ნახეთ, ყველა კომენტარებში წერდა, რომ რაღაც სატანისტურიაო, რაღაც ისეთია რიტუალებიო და რაღაც ცუდიაო რა. ხა მაგის გამკეთებელი მონადირე არ არის. ჯერ ისე რო დავლია, იმენა ცუდად ვერ ვიძინებდი და ხა ვაფშე რა დავიძინე. ყველაზე მეტად რამაც ცოტა დამძაბასავით ტაისონის რეაქციები, იმიტომ რომ ხო. 4 წლისაა ვისწრებ ჩემ ძაღლზე პირად და ესე შიში და რაღაც ამან არ იცის. იმენა ნიავიც არ არის ბიჭო აი რა. ერთი ხმა მე მესმის თუ თქვენ. არა, უკენა გავიგე, ხა პატარა ფაჩონი, მაგრამ შეიძლება ყურდღელი იყო, ამიტომ რომ ძალიან სუბოქი ფაჩონი იყო. ის ვაფშე ტოტების, ანუ ნახე რო ის კი, დავდივა აი. რა. რაღაცა ისეთი ხმები იყო, ნაბიჯების. რამდენჯერაც ამ ადგილას მე და შევიყავით, მაშინ ტაისონმა რო იპოვა, მაშინაც უცნაურად იქცეოდა, ხო გახსოვს? ხო, მაშინ ხევს ამოწმებ და ცოტა ისე იყო. მე ქექვა დაიწყო რაღაცა ვიპოვოთ იქ. რავი მეგობრებო, თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ. თავარია იარაღი გვაქვს, თუ რამეა ტყუებიც გვაქვს და ჰაერში გავისვრით. ახლაც პირდაპირ მიმართულებით არ მისწრება. აი და მართლა ადამიანი იყოს, ვიღაცას ხო არ მოკლავ რა. ცოტა ზემოთა მიმართულებით ვისროლე, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, ვიღაც თავს რო გესხმის, ადამიანს კი არა, რავი, ყველას მოკლავ ადამიანი. ეგ უკვე თავდაცვა არის. მეგობრებო, ახლა მეორე მხარეს გადავწყვიტეთ წასვლა და ეხა უბრალოდ გვიან გადავიღეთ, იმი რომ დაინახა. ისიც წავიდა რა. სადაც ჩვენ მივდიოდით. ეს ცოტა დამშვიდდაო თითქოს. კი რაღაცებს სუნავს არ ჩერდება, მაგრამ ახლა უკვე თამაში მოუნდა. ნახე, ქვა მომიტანა. დაისო ამ სიგნალებში ვერ ვითამაშებთ. არა მეგობრებო, ნეტა გამაგებინა წეღარისი ეშინოდა რა. მართლა შეშინებული იყო, იქით მიდიოდა. აი საიდანაც შემოვედით, ტყეში იქით მიდიოდა, ალბათ მანქანისკენ. აი აქვე გიქდებ დაისო შორს არა. იქით თქვენ არიყავით? არა? ისე. მე თქვენ მეგონით ვაფშე. ხადავ თუ მართლა? არა, მოსწონილი. არა მე და ლუკა აქავართ. ლაპარაკი ხო გესმოდა? თქვენ მეგონით, თან უკვე მეგონა ან ტაისონი. მე ტაისონს რო ლაპარაკებული. ტაისონი აქ იყო, თქვენ კარავთან იყო მაქსიმუმ მეტი. ლაპარაკი რო დაუწყე გაჩვენდა. მე უკვე არაკაც. როგორი ხმა იყო? აი რაღაცებში რო დადიხარ რა. აი ესეთ. პატარა ცხოველი ხო არ იყო რამე? არ ვიცი. მაგათ ყურადღებით ვიყო. მოდი აქ ბიჭო.
ამის რომ მოვიდა მეგობრებო, მეორედ მოჭამოთ ანერვიულებულზე. იცით როგორც არა. ვინა ისე მომშივდა, ცუდად ვარ. პირველად არ მშივდა ეს. მოკლედ მეგობრებო, კიდევ დავწეკით კიდევ ერთხელ. შევეცდებით ახლა დავიზინოთ და იმედია დილამდე არაფერი აღარ შეგვაწუხებს. ისე უჩვეულო მონონები აღარ იქნებოდა. გათენდებათა? კიდე ბადრის ღვიძავს კიდე დაიძინე ბიჭო. ძალიან ჩახუთულობა, ძალიან. მოკლედ, ადიოს და დილიდან დაგიბრუნდებით. იმედი მაქვს არ მოხდება არაფერი. ახლა შევეცდებით დავიზინოთ და აბაჰე. მეგობრებო, მისმენთ. სამონახულს ვარია. Guten Morgen მეგობრებო. მოდი აქ, მოდი საგამ ბადრის ისეთ კბილად ეძინა ხამ. მე ვერ დავიძინე ვაფშე. მე ვერ დავიძინეთ. ურების ხმები გვესმოდა ბადრის თუმე არაფერი არ გაუგია. მე აქ ჩამოიარეს რამოდენიმეჯერ. ისე მეღვიძებოდა, ისე დამეძინებოდა, ისე მეღვიძებოდა. კაროჩე საშინელება იყო. მე ძლივს დავიძინეთ და ვინ გაცადა ბადრიმ გაგვაღვიძა. მაგრამ რაც თავია გადავრჩით რა. 6 საათზე გავიღვიძე და გვახტება. გადავრჩით და თუ რა არაფერს გიზავდა ეხლა. არაც მო ამ ადგილას გადავრჩით. ეს ხო. ამ დაწყევლილ ადგილას. უხანელს უნდა მოვიწროთ. ახლა ავალაგებთ რაღაცებს. ბადრი კოფეს გაგუკეთებს. მე ბიჭები შეჭამენ, გუში ჩემი წილი მე შევჭამე უკვე. ვილოსაც იყვნენ იცი ტურები? გაიგე? აი მე რო გავიგვიძე მაგის მე თქვენ რო ცოტა ხანი დაიწინეთ, ხო იცი? ეგრევე დაიწყეს წივი და იზემოდა. მე გავისვრით ხო, მაგრამ მე გაჩერდზე. ეგ არ გავიგე. და რო აბარგდებით, დაგკავშირდებით. ავალაგეთ მეგობრებო ყველაფერი. და ეხლა მივდივართ უკვე შენისაკენ. გემშვიდობებით მეგობრებო, თუ მოგეწონათ ვიდეო, მიალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, გამოიწერეთ ბადრის არხი, გამოიწერეთ მათიშას არხი. ლინკი იქნება აღწერაში. და ასევე გააქტიურეთ სარისხელაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეოები. ჩვენ კი უკვე შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა ჰე. აბა მაგრად მეგობრებო. აქ იღავით აბა.